გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ჩვენი თემა არის ადამიანის ემოციები. და ერთად შევისწავლოთ ასე ლექციის ფორმატში რა არის ემოციები. მე აქ არ ვარ როგორც ექსპერტი, არამედ როგორც მკვლევარი, თქვენსაც, რომელიც იკვლევს, სწავლობს. Так. მუშაობს ყველაფერი იგი. იქ შესავალი არის, რატომ ემოციები ხმა მუშაობს? ნახოთ აბა. Так, раз, два, მუშაობს კი. ემოცია ეს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო შესწავლილი და ამავდროულად ყველაზე გამოტობადი ცნებაა. თანამედროვე ფსიქოლოგიასა და ნეირომეცნიერებაში მე-20 საუკუნის განმავლობაში ემოციებს ხშირად უპირისპირდებდნენ გონებას, თითქოს ისინი რაციონალური აზროვნების მტრები იყვნენ. ეს შეხედულება კარდინალურად შეიცვალა ანტონიო დამასიოს კვლევების შედეგად, ანუ მისი პაციენტები, რომელთაც ვენტრომედიალური პრეფრონტალური კერკის დაზიანება ჰქონდათ, ინარჩუნებდნენ ინტელექტს, მაგრამ კარგავდნენ გადაწყვეტილებების მიღების უნარს, ემოციური სიგნალების გარეშე ქმედება შეუძლებელი ხდებოდა. ამ ლექციის მიზანია ემოციების ფენომენი განიხილოს სამი ურთიერთდაკავშირებული ჭრილოდან, ანუ ბიოლოგიური საფუძვლები, ფსიქოლოგიური მოდელები და ყოველდღიური პრაქტიკა. ყველა თეორიული ბლოკი სრულდება кейსით, დამოუკიდებელი ვარჯიშით, რომელიც ცოდნის ინტეგრაციას ემსახურება. პირველი ბლოკი არის ემოციის ანატომია, ტვინის სხეული და სიგნალი, ესე იგი ლიმბური სისტემა და ამიგდალა. ტრადიციულ ნეირომეცნიერებაში ემოციის ცენტრად მიიჩნევდნენ ლიმბურ სისტემას, სტრუქტურათა ერთობლიობას, რომელიც მოიცავს ჰიპოკამპს, ამიგდალას, ჰიპოთალამუსს და ცენტრალურ კერკს. ამ კონცეფციის გადასინჯვა გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც გამოირკვა, რომ ემოციური დამუშავება ტვინის მრავალ არეალს ითვლის. ამიგდალა ეს არის ნუშისნაირი სტრუქტურის თავის ტვინის ყოველ ნახევარსფეროში განსაკუთრებულ როლს ასრულებს საფრთხის შეფასებაში. ჯოზეფ ლედუქსის კლასიკური ექსპერიმენტები დადასტურდა, რომ სწრაფი გზა სენსორულ სიგნალს ამუშავებს კორტიკალური ანალიზის გარეშე. ეს ახსნის თუ რატომ გადავხვდებით გველის მსგავსი ჯოხის დანახვაზე, ვიდრე ვასწრებთ გამარტივებულ ფიქს. ანუ ეს ახსნის თუ რატომ გადავხვდებით გველის მსგავსი ჯოხი წააგავს გველს და უცებ გადავხვდებით, ვიდრე ვასწრებთ გამარტივებულ ფიქს. ლიმბური სისტემა მუშაობს, უბრალოდ, ხო, დაამსგავსე წააგავს გველს, ჯობია მალევე გადავხვდე, ვიდრე რაღაცა მომიხდეს. ესე იგი, ამიგდალა მეტაფორა სასამართლოა, რომელიც ვერდიქტს გამოაქვს ერთ წამში გამოაქვს ვერდიქტი ამიგდალას, მტკიცებულებების სრული შესწავლის გარეშე. ყველაფერს კი ანალიზს უბრალოდ წაემსგავსა და ახლა ჯობია გადავხვდე. პრეფრონტალური კერკი სააპელაციო ინსტანცია, რომელიც ამ ვერდიქტს ხელახლა განიხილავს. ზუსტად გველია, უეჭველი გველია, ნამდვილად მჭირდება ახლა რომ გადავხვდე თუ არ მჭირდება. ანუ ემოციური ინტელექტის განვითარება პირველ რიგში ამ ორი სასამართლოს შორის კომუნიკაციას გაუმჯობესება. დავიმახსოვრეთ. ავტონომიური ნერვული სისტემა, ემოციის ხელობრივი ანამბობი. ემოცია არ არის მხოლოდ ტვინის მოვლენა, ის სხეულში ჩაიწერება. ავტონომიური ნერვული სისტემის სიმპათიკური განყოფილება აქტიურებს ბრძოლას ან გაქცევას, პასუხს. ანუ მატულობს გულისცემის სიხშირე, პარტოვდება მოსახვედი, ვიწროვდება პერიფერული სისხლძარღვები, პარასიმპათიკური განყოფილება პასუხისმგებელია დასვენება და მონელებაზე, მაგის მდგომარეობაზე. სტივენ პორჯესის პოლივაგალური თეორია 1994 წელს ამ სქემას ამდიდრებს, ის გამოყოს ვენტრალური ვაგუსის სისტემას, რომელიც სოციალური ჩართულობის უსაფრთხოების გზნობისა და ვოკალური კომუნიკაციის საფუძველია. ამ პერსპექტივიდან ქრონიკული ემოციური ბლოკი ხშირად ნერვული სისტემის რეგულაციის პრობლემა და არა ნებისყოფის სისუსტე. ანუ ამ პერსპექტივიდან ქრონიკული ემოციური ბლოკი ხშირად ნერვული სისტემის რეგულაციის პრობლემა და არა ნებისყოფის სისუსტე.
სომატური ანუ სხეულებრივი მარკერების ჰიპოთეზა ამ ბმას კიდევ უფრო ხაზს უსვამს სხეულებრივი მდგომარეობები გულისცემა კუჭის შეკუმშვა კუნთების დაჭირმა ქმნიან მარკერებს რომლებიც ინფორმაციას წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიიღებს სისტემებს პირველი кейსი სხეულის სკანირება მიზანი სხეულის სკანირება ბოჯისგან ემოციის სხეულებრივი ლოკალიზაციის შეგრძნება ვარჯიში აირჩიეთ სიტუაცია რომელმაც ბოლო 48 საათში გამოიწვია შესამჩნევი ემოციური რეაქცია ჩაწერეთ ის კახალზე ერთი წინადადებით შემდეგ დახუჭეთ ტვალები და გაიარეთ სხეულის ზემოდან ქვემოთ სახე ყელი მკერდი მუცელი მხრები ხელები ფეხები სად გრძნობ დაჭიმულობას სიმძიმეს სიცხეს ან სიცივეს ჩაიწერეთ კონკრეტული ადგილი და შეგრძნება დასვით კითხვა რა ემოცია შეიძლება ამ შეგრძნებასთან იყოს დაკავშირებული პასუხს ნუეძებთ ლოგიკურად მოусმინეთ სხეულთან კონტაქტი დააკავშირეთ ხანგრძლივობა 10-15 წუთი თუნდაც პატარა ნაბიჯი სამჯერ გამეორება კვირის განმავლობაში თუ გნებავთ მეორე ბლოკი არის ემოციის თეორიების სამი ძირითადი ხედვა ესე იგი ბაზისური ემოციების თეორია პოლ ეკმანი 1960-70-იან წლებში ანთროპოლოგი პოლ ეკმანი ეკვადორის ბრაზილიისა და პაპუა ახალი გვინეის კულტურებში ემოციური გამომეტყველების კვლევას ატარებდა მისი მთავარი დასკვნა არის რომ არსებობს 6 ბაზისური ემოცია სიხარული სევდა სიბრალე შიში ზიზღი გაუცება რომელთა სახის გამომეტყველება კულტურულ ენობრივი ბარიერის მიუხედავად საყოველთაოდ ამოიცნობა ყველა იცნობს მოგვიანებით ეკმანმა სია გააპარტოვა ზიზღი დამცირება გართობა ახტაცება კმაყოფილება გაღიზიანება სიამოვნება სიამაყე შვება სიმხდალე კმაყოფილება სიმშვიდე დაამოდებითი ძლიერი მხარე ევოლუციური და ნეირობიოლოგიური საფუძველი სუსტი ის რომ ის ვერ ხსნის ემოციური გამოცდილების კულტურულ ვარიაბელობასა და ნიუანსებს კონსტრუქტივიზმი ლიზა ფელდმანი ბარეტის ემოციების კონსტრუირების თეორია ბაზისური ემოციების პარადიგმას ეწინააღმდეგება ბარეტის პოზიცია ემოციები არ არის ბიოლოგიურად ჩადებული კატეგორიები ანუ არდევს ჩვენში twini ემოციებს აქტიურად კონსტრუირებს ეს ემყარება სხეულებრივ შეგრძნებებს და ენობრივ კულტურულ კონცეპტებს ამ მოდელის მიხედვით ადამიანი რომელსაც ქართული სიტყვა ნატვრა ენობრივ კატეგორიად არ გააჩნია ოდნავ განსხვავებულ ემოციურ გამოცდილებას ააგებს იმავე სიტუაციაში ვიდრე ვინც ამ კონცეპტს ფლობს ეს პრაქტიკულ დასკვნამდე მოგვიყვანს ემოციური ლექსიკის გაფართოება გამოცდილების გამდიდრებას ნიშნავს ესე იგი ბარეტის ხატოვანი განმარტებით twini მუდამ პროგნოზს ადგენს ბარეტის ხატოვანი განმარტებით twini მუდამ პროგნოზს ადგენს რა ემოცია ახლა საჭირო ამ სიტუაციაში რა ემოცია არის ახლა საჭირო ემყარება წარსულ გამოცდილებას უკვე ნაცნობს თეორიის მდგომარეობას და კონტექსტს რა კონტექსტში ვარ რა სიტუაციაში ვარ ემოცია ამ გაგებით არა სინამდვილის სასახვა არამედ twinis საუკეთესო ვარაუდი ამ სიტუაციაში მიმდინარე სიტუაციის შესახებ ეს ვარაუდი შეიძლება შეცდომა იყოს და ეს ცვლის ემოციებთან ურთიერთობის ლოგიკას რიჩარდ ლაზარუსისა და მაგდა არნოლდის შეფასებითი მოდელი ფოკუსირდება კოგნიტური შეფასების პროცესზე ემოციები დადება არა სიტუაციიდან პირდაპირ არამედ ამ სიტუაციიდან შეფასებიდან ეს სიტუაცია ჩემთვის მნიშვნელოვანია შემიძლია ახლა გავართო პასუხი თქვა პასუხი და ვინ არის პასუხისმგებელი აქ და ლაზარუსი გამოყოვდა პირველად შეფასებას ეს ჩემთვის კარგია, ცუდია თუ ნეიტრალური და მეორედ შეფასებას რა შემიძლია გავაკეთო. ეს ორდონიანი სქემა ხსნის თუ რატომ ქმნის ერთი და იგივე ობიექტური სიტუაცია სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულ ემოციებს. ანუ გააჩნია ჩვენ ამ სიტუაციას ესე იგი როგორ შევაფასებთ? ისე twini კონსტრუირებს რა ემოცია გავაკეთო ამ სიტუაციაში. ხო, გამოვხატო. ესე იგი მეორე кейსი. ახლა გვაქვს
რომლის მიზანი არის ემოციური შეფასების პატერნების ამოცნობა ვარჯიში. გაიხსენებთ ბოლო კვირებში ნეგატიური ემოციის გამომწვევის სიტუაცია, კახალძე პასუხი გასდეთ შემდეგ კითხვებს. პირველადი შეფასება. ეს სიტუაცია ჩემთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ სიტუაციას ჩემთვის? ზიანი მუქარა გამოწვევა ან სხვა. მეორადი შეფასება. მაშინ ვფიქრობდი ჩემთვის კარგი იყო ეს სიტუაცია თუ არა? ახლა დროის გარკვეული დისტანციიდან იმ სიტუაციიდან ეს შეფასება ისეთივე ჩანს ჩემთვის თუ შეიცვალა და თუ შეიცვალა რა შეიცვალა. შემდეგ ამ საკითხებზე პასუხი გამოიყენეთ, რათა ნახოთ სად ჩდება ავტომატური შეფასება და სად ალტერნატიული ინტერპრეტაციის სივრცე. მესამე ბლოკი არის ემოციების ფუნქციები, ადაპტაციური სიგნალების სისტემა. ევოლუციური პერსპექტივიდან ემოციები ადაპტაციური სიგნალების სისტემაა. ჯიში ამცნობს გარემოში საფრთხის არსებობას, სიბრაზე ნორმის ან საზღვრის დარღვევის შესახებ, ნაზღვარი არარელევანტური სტიმულების მოშორებას ემსახურება სევდა დანაკარგის გადამუშავებასა და სოციალური მხარდაჭერის მოძიებას. ესე იგი, აი ვიღოთ სიბრაზე, როცა თქვენ პირად საზღვრებს არ ღვევენ, თქვენ ბრაზდებით, იმიტომ რომ ემოციები გაძლევთ იმის სიგნალს, რომ თქვენი საზღვარი დაირღვა. ესე იგი, ემოციები არის სიგნალი. სევდა, ეს არის დანაკარგის გადამუშავება. იმიტომ სევდიან რომ რაღაცა დანაკარგი გადამომუშავოთ და ეს გამოცდილება გამოვიცხოვროთ. ემოციები სოციალური კომუნიკაციის ინსტრუმენტია. ემოციური გამომეტყველება, სახის მიმიკა, ხმის ინტონაცია, პოზა გადაცემს ინფორმაციას სხვებს ჩვენი შინაგანი მდგომარეობის, განზრახვებისა და პრიორიტეტების შესახებ. კვლევები გვიჩვენებს, რომ ადამიანების სახის ემოციებს 200 მილიწამის სიჩქარით ამოიცნობენ. კულტური კონტრაქციის სქემად ან შეფასებაში გადამწყვეტია. ემოციის სოციალური გადაცემა, ემოციური კონტაგია ეფუძნება სარკის ნეირონების სისტემას და სხვისი ემოციური გამომეტყველების დანახვა ჩვენში შიდა სიმულაციას აქტიურებს, რაც ემპათიის ნეირობიოლოგიური საფუძველია. ემოციურად დატვირთული მოვლენები მეხსიერებაში ღრმად ჩაირჩობა. ეს ეფექტი ცნობილია ფლეშმულის მეხსიერების სახელით. ამიგდალა და ჰიპოკამპი ინფორმაციას ერთობლივად ამუშავებენ. ემოციური ინტენსივობა ზრდის ჰიპოკამპური კოდირების სიძლიერეს, ნოეპინფრინის გამომყოფით, ეს ახსნის თუ რატომ გვახსოვს ემოციურად მნიშვნელოვანი მოვლენები 10 წლეულების შემდეგად. ამ ფენომენს თუმცა ორმხრივი ეფექტი აქვს. ტრავმატული გამოცდილებები ჰიპერმზნეურ ანამბობს ტოვებს. PTSR ერთ-ერთი მექანიზმი, ხოლო ქრონიკული სტრესი ჰიპოკამპური ნეიროგენეზის დარღვევით ეპიზოდური მეხსიერების სისუსტეს იწვევს. ესე იგი, მესამე кейსი, ეს არის ემოციური ღიური 7-დღიანი, მაგრამ თუნდაც ერთი ნაბიჯი რომ აკეთოთ, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთ-ერთი ნაბიჯით ახალი სინაფსები ყალიბდება, პატარა ნაბიჯებით და მე უფრო ადვილი ხდება რაღაც შესრულება. მიზანი ემოციური გამოცდილების შაბლონების ამოცნობა, ვარჯიში არის 7 დღის განმავლობაში. ყოველ საღამოს 5-10 წუთი გამოყავით, ჩაიწერეთ დღის ყველაზე ძლიერი ემოცია, ერთი სიტყვა ან ფრაზა, ამ ემოციის გამომწვევის სიტუაცია, სხეულებრივი შეგრძნება სად როგორ სხეულში სად იყო, თქვენი რეაქცია ქმედება რაც მიიღვა ემოციას და ემოციის ინტენსივობა 1-დან 10-მდე, ამდენ ძლიერი იყო ემოცია. 7 დღის შემდეგ გადახედეთ ჩანაწერებს, რა ემოციები ყველაზე ხშირად ჩნდება, რომელ სიტუაციებს ადამიანებს, ადგილებს, საქმიანობას უკავშირდება ყველაზე მაღალი ინტენსივობა. ემოციების რეგულაცია, სტრატეგიები და მექანიზმები არის მეოთხე ბლოკი. ემოციების რეგულაცია ეს ის პროცესებია, რომლებიც გავლენას ახდენენ ემოციის გაჩენაზე, ინტენსივობაზე, ხანგრძლივობასა და გამოხატვაზე. ჯეიმს გროსის პროცესის მოდელი ემოციების რეგულაციას ახასიათებს
მოდალობების მიხედვით სად ეტაპზე ხდება ჩარევა ემოციის შესახვევამდე თუ გაჩენის შემდეგ სიტუაციის შერჩევა და მოდიფიკაცია პრეემოციური სტრატეგიებიდან ყველაზე ეფექტური სიტუაციის შემჩნევა ტრიგერ სიტუაციების პრაქტიკული გვერდის ავლა ეს სტრატეგია ყველაზე ენერგოეფექტურია რადგან ემოციური გააქტიურება საერთოდ არ ხდება თუმცა მისი ბოროტად გამოყენება ქცევის ავოიდანტური პატერნი არის გაქცევითი პატერნი განრიდებადი პატერნებზე გადაჭერბებული ფიქსაციამდე მიგვიყვანს სიტუაციის მოდიფიკაცია ემოციის ტრიგერი გარდაუვალია მაგრამ სიტუაციის პარამეტრები შეიძლება შეიცვალოს ინტენსიური შეხვედრის წინ აწუთიანი სიარული სამუშაო სივრცის გარდაქმნა საუბრის ტემპის შეცვლა ყველა ეს ქმედება ემოციის ნეირობიოლოგიურ ამოცანას ამცირებს ყველაზე კარგად შესწავლილი ემოციის რეგულაციის სტრატეგია არის კოგნიტიური გადაფასება ის გულისხმობს სიტუაციის მნიშვნელობის ხელახალ ინტერპრეტაციას ისე რომ ემოციური გავლენა შემცირდეს ან გარდაიქცეს თქვა არსებობს რაღაც სიტუაცია რომელიც თქვენში იწვევს ძალიან დიდ ემოციებს და თქვენ ამ სიტუაციას აანალიზებთ და უფრო ნაკლებ სერიოზულს ხო ეს უბრალოდ ესეთი სიტუაცია რა იქნება რომ ასე უბრალოდ გივილი დამცირებ ესე იგი სიტუაციის ფასს ანაკლებთ და ემოცია უფრო ნაკლოვანი ხდება უფრო მცირე ის გულისხმობს სიტუაციის მნიშვნელობის ხელახალ ინტერპრეტაციას ისე რომ ემოციური გავლენა შემცირდეს ან გარდაიქცეს ლაბორატორიულ პირობებში გადაფასება ამცირებს ამიგდალის აქტივობას და ზრდის პრეფრონტალური კერკის კონტროლს მნიშვნელოვანია განასხვავოთ კოგნიტიური გადაფასება არ ნიშნავს პოზიტიური აზროვნებას ან ემოციის უარყოფას. ეს კონტექსტის გაფართოებაა. სტრესული ამოცანის წინ ჩამოყალიბებული ფიქრი ეს საფრთხეა. თუ ფიქრობთ სიტუაციაში ეს საფრთხეა, კოგნიტური გადაფასებით შეიძლება გახდეს ეს გამოწვევა. და უკვე როცა თქვენ შეცვალეთ კონტექსტი, თქვენ უკვე დრაივში ხართ. თუ ეს თქვენთვის გამოწვევაა, თქვენ უკვე დრაივში ხართ და დაძლიოთ სიტუაცია. ნეიროვიზუალიზაციური კვლევები მათ განსხვავებულ ესე ქვეკერკულ ნიმუშებს ადასტურებს. ესე იგი მეტაფორა ემოცია როგორც ამინდი გარდაუვალია. ვერ გადაწყვეტ სიცივე იქნება თუ დათბება. მაგრამ შეგიძლია ჩაიცვა შესაბამისი სამოსი, დაგეგმო გარეთ გასვლა სხვა საათზე, ან გამოიყენო ის თოვში სარბულოთ. ემოციის მიმართ ეს ხატოვანი მიდგომა რეგულაციას ოქროს შუაგზაა. არც ემოციის ბლოკირება ხდება, არც მისი კოლაფსი. არამედ თქვენ ქმნით ურთიერთობას თქვენი შინაგანი ამინდის სისტემასთან. თქვენ თვითონ ქმნით კონტექსტს, რომელშიც თქვენი ემოციები იქნება ან ძალიან მცირე, ან ძალიან კოლაფსური და თქვენი მიზანი არის მოძებნოთ ბალანსი. ემოციური ექსპრესიის სუპრესია, გარეგნული გამოხატვის ჩახჩობა, შინაგანი გამოცდილების უცვლელად, ემოციური ჩარევის ყველაზე გავრცელებული ფორმა. კვლევები გვიჩვენებს, რომ ეს სტრატეგია ეფექტურია გარეგნული ქცევის მართვაში, მაგრამ ზრდის ფიზიოლოგიურ ამაღლებას, ძლევადიანი სუპრესია უკავშირდება გაზრდილ კარდიოვასკულურ რეაქტიულობას, სოციალური ავთენტურობას, შემცირებას და ინტერპერსონალური კავშირების გაბუნდოვანებას. კეისი მეოთხე, გადაფასების ვარჯიში, მიზანი კოგნიტიური გადაფასების მიდგომის დამოუკიდებელი გამოცდა ვარჯიში გაიხსენეთ ნეგატიური ემოციის გამოწვევის სიტუაცია რომელიც ჯერ კიდევ ემოციო ცოცხალია ჩაიწერეთ ნაბიჯი პირველი ამ სიტუაციაში ჩემი ავტომატური ინტერპრეტაცია რა იყო 1-2 წინადადება სიტუაცია მოხდა და რა იფიქრეთ ავტომატურად ნაბიჯი 2 ამ სიტუაციის სამი ალტერნატიული ინტერპრეტაცია რა შეიძლება იყოს. ანუ ავტომატურად მე ვიფიქრე რაღაცა. რაც შემიგნა ცუდი განწყობა და ცუდი ემოცია ამ სიტუაციის მიმართ. ახლა თქვენ უნდა გრაქნათ. უნდა მოიფიქროთ სამი ალტერნატიული მიდგომა ამ სიტუაციის ხარეს. კეთილგანწყობილი, მეორე ნეიტრალური, მესამე მასშტაბური. და ნაბიჯი 10 წლის შემდეგ ეს მესამე ნაბიჯი 10 წლის შემდეგ ეს სიტუაცია ჩემი ცხოვრების კონტექსტში რა იქნებოდა? რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა? და ყოველი ნაბიჯის შემდეგ შეამოწმეთ სხეულებრივი შეიძლება თუ შეიცვალა ემოციის ინტენსივობა შემცირდა
1-დან 10-მდე სკალაზე თუ რა ქნა ზოგადად. მეხუთე. ემოციური ინტელექტის სტრუქტურა და განვითარება. ემოციური ინტელექტის კონსტრუქტი შემოვიდა მეცნიერულ ლიტერატურაში სალოვეისა და მეერის 1990. წლის სტატიით მათი 4 ფაქტორიანი მოდელი ესე იგი, მათი 4 ფაქტორიანი მოდელი ემოციურ ინტელექტს 4 ჰიერარქიულ უნარად ყოფს. ემოციების აღქმა, სახელზე ხმაში ნახატში ემოციის ამოცნობა, ემოციების გამოყენება, ემოციური ინფორმაციის გამოყენება შემეცნებითი ამოცნების გადასაჭრელად, ემოციების გაგება, ემოციური ლექსიკა, ემოციათა გარდაქმნის ლოგიკის ცოდნა, ემოციების მარხვა, საკუთარ და სხვების ემოციათა ეფექტური ურთიერთობა. დანიელ გოლმანის პოპულარული მოდელი ამ კონსტრუქს ამარტივებს და გააფართოვებს ის ემოციურ ინტელექტში ტემპერამენტს, мотивაციასა და სოციალურ უნარებს ათავსებს. მეცნიერული კრიტიკა გოლმანისადმი ძირითად კონსტრუქტის გაბუნდოვანებასა და ზომის სიმარტივეს ეხება, თუმცა ACE ძირითადი 4 ფაქტორიანი მოდელი ფართო ემპირიულ პოზიციას ინარჩუნებს. ლიზა ფელდმან ბარეტის კვლევებმა შემოიტანა ემოციური გრანულარობის ცნება. ინდივიდუალური სხვაობა იმაშია, თუ რამდენად სპეციფიკურად ნიუანსურად ამოიცნობს და ასახელებს ადამიანის საკუთარ ემოციებს, მაღალი გრანულარობის მქონე ადამიანი ვერ ამბობენ უბრალოდ ავი ხასიათი მაქვს. ისინი განსხვავებენ ყრუ სიბრაზეს და ამაოდ ჩაფლულ სევდას. ელვარე ღელვას ესე იგი, კარგად ამოცნობენ თავიანთ ემოციებს. კვლევები გვიჩვენებს, რომ გრანულარობა უკავშირდება ემოციური რეგულაციის ეფექტიანობას, ალკოჰოლის ნაკლებ ბოროტად გამოყენებასა და შემცირებულ სტრესულ რეაქტიულობასთან. კეისი მეხუთე ემოციური ლექსიკის გაფართოება. მიზანია ემოციური გრანულარობის განვითარება. ვარჯიში ნაწილია გადახედეთ ბოლო კვირის ემოციურ დღიურს. კეისი მესამე, სადაც ჩაწერეთ სიბრაზე, სადაც 5 უფრო ზუსტი სიტყვის პოვნა, ანუ გაღიზიანება, უკმარისობა, ინდიგნაცია, სიმძაფრე. ქართულ ემოციურ ლექსიკაში მოძებნეთ. ვარჯიში ნაწილი B 5 დღის განმავლობაში ნებისმიერ ემოციის შეგრძნებისთანავე სადაც მინიმუმ 3 სიტყვით დაასახელოთ. სიტყვები შეიძლება ნაწილობრივ ემთხვეობოდეს, თავარია ნიუანსების ძიება. თუ გინდა მეტაფორიულად ახსენით რა გზნობ. ეს ვარჯიში twin-ში ახალ ეტიკეტების ქმნის, რაც ბარეტის კონსტრუქტივისტული მოდელის მიხედვით პირდაპირ გავლენას ახდენს ემოციური გამოცდილების სიმდიდრეზე. მეექვსე ბლოკი ემოციები, ენა და კულტურა. ენა და ემოცია ორმხრივ გავლენას ახდენენ ერთმანეთზე. ბენჯამინ ლი ვორმის ჰიპოთეზა ემოციურ კონტექსტში ამოიცნობა ეგრეთ წოდებული უთარგმნელი ემოციების ფენომენში, ემოციური კონცეპტები, რომელთათვის ერთ ენაზე ზუსტი ეკვივალენტი არ არსებობს. ცნობილი მაგალითი გერმანული სიტყვა, რომელსაც მე ახლა ვერ წავიკითხავ, მე ვხვდები როგორ უნდა წავიკითხო, სიამოვნება სხვის უბედობიდან, ფინური სისუ, გამძლეობა და შინაგანი ძალა, პორტუგალიური ამასაც ვერ კითხულობ, ნოსტალგიური ლტოლვა, იაპონიური ამაე, მიდრეკილება სხვაზე დამოკიდებულებისადმი, ქართული ტკბილი სიმწარე ან ამოწყენა, ემოციური ჭრილები, რომლებსაც კულტურული კონტექსტი ინახავს. ამ ფაქტმა პრაქტიკული შედეგი გამოიღო. ემოციურ კვლევაში ვალიდაცია სავალდებულო გახდა. კარჯი და კოლეგები 10 კულტურაში ჩატარებული კვლევებით ადასტურებენ, რომ ემოციური კატეგორიის ბირთვი საყოველთაო, მაგრამ მათი ფრჩხილები კულტურულ ენობრივ ორთოგრაფიად მნიშვნელოვნად განსხვავდება. ბლოკი მერვე, არა მე7. ემოციური ჯანმრთელობა, ბალანსი ექსპრესიისა და რეგულაციის შორის. ალექსიტიმია, ეს არის ბერძნული სიტყვა,
ანუ სიტყვები ემოციებისთვის არ გააჩნია, ემოციური გამოცდილების ვერბალიზაციის სირთულის ეტიკეტია. ის ჯგუფი ადამიანების დაახლოებით 10% პოპულაციაში სინდრომური დონეზე იდენტიფიცირდება. ესე იგი, ალექსითიმია კორელირებს ფსიქოსომატური სიმპტომებთან, ინტერპერსონალური სირთულეებით, დეპრესიისა და ტრაუმის სიმპტომებით. ტრაუმის კვლევები ვან დერ კოლკ გვიჩვენებს, რომ ემოციური ჩაქჩობა სხეულში ლოკალიზდება, სხეულში იწყებს ცხოვრებას მერე. ასე ეგრეთ წოდებული სხეულის პამეხი, ტრაუმის ლოგიკა, სომატური ფსიქოთერაპიული მიდგომები, EMDR, სხეულებრივ ენაზე ორიენტირებული ინტერვენციებია. მიღება ვალდებულება თერაპია, ემოციური ჯანმრთელობის ალტერნატიულ მოდელს გთავაზობს. ეს არის ფუნდამენტალური პოსტულატი ამ თერაპიის, ემოციების კონტროლი ხშირად პრობლემის ნაწილია და არა გადაწყვეტა. ფსიქოლოგიური მოქნილობა და არა რიგიდობა. ემოციების ფიქრების შეგრძნებების სივრცის გაფართოება ვერტიკლის ჰორიზონტალური გავრცობის გარეშე. ეს არის ამ თერაპიის ცენტრალური ცნება. ემოციების დიფუზია, ემოციის პირდაპირ ტრანსმისიასა, ანუ მეშინია. ეს სიტუაცია საშიშია და დაკვირვებითი პოზიციის ანუ ვამჩნევ რომ გამოჩნდა შიში შეგრძნება ჩემში, ანუ მაყურებელი ეგო ამჩნევს რომ ჩემში აღმოჩნდა შიში შეგრძნება, ეს არის შორის ადგილის გაჩენა, ტექნიკური ინოვაცია, ნეიროვიზუალიზაციური მხარდაჭერა. მეტაფორა. ჰოლანდიელი პოეტი რუმი მე-13 საუკუნეში წერდა: სტუმრის სახლზე სულ ახალი ემოციების სომლების კართან ბრახუნებენ. და ამ თერაპიის ენით ეს ხატია. ყოველი ემოცია სტუმარია, შესვლის ყოფნის გამოსვლის უფლებით, სტუმრის ბოროტი, ძალდატანება ვიწრო ოთახში ემოციური სუპრესიის ანალოგია. გახელილი კარი და ყური 1000 ემოციური მიღებისა. ვერ მივხვდი. ჰოლანდიური პოეტი რუმი მე-13 საუკუნეში წერდა: სტუმრის სახლზე სულ ახალი ემოციების სომლების კართან ბრახუნობენ. აიგდეს ენით ეს ხატია, ყოველი ემოცია სტუმარია, შესვლის ყოფნის გამოსვლის უფლებით, სტუმრის ბოროტი, ძალდატანება ვიწრო ოთახში ემოციური სუპრესიის ანალოგია, გახელილი კარი და ყური 1000 ემოციური მიღებისა. კაი, მე-6 კეისი. ემოციის დაკვირვება. დიფუზიის პრაქტიკა ემოციის ობიექტად არა სუბიექტად განცდა. ვარჯიში. გარდა ჩვეული გარემოში ჯდომისა 10 წუთი გამოყავით ემოციის მოწვევისთვის ნაბიჯები. შეარჩიეთ ემოცია, რომელიც ახლახანს განიცადეთ და ჯერ კიდევ ცოტა გრძნობთ მაგას. ჩაეწერეთ მე ვამჩნევ რომ ემოცია. ან ბოლომდე მიიყვანდება, არ წეროთ გრძნობ რომ. წერთ ვამჩნევ რომ ჩემში ხდება ემოცია რა ხდება თქვენში. 5 წუთი იჯექით ამ ემოციასთან ერთად და ნება მიეცეთ უბრალოდ ამ ემოციას იყოს, თუნდაც ტკივილი იყოს. და ყოველ ამას უკაზე თქვით თქვენთვის. შეიძლება ეს იყოს ჩემში. ამას აკუთვნებ რომ ჩემში ეს იცხოვროს. ჩაიწერეთ ემოციის ინტენსივობა ვარჯიშის დასაწყისში და დასასრულში. კვლევები გვიჩვენებს რომ 5-20 წუთიანის ამ ემოციებთან ყოფნა და ემოციის გამოთქმა, იმ ემოციის ინტენსივობას საშუალოდ 30-40% ანაკლებს, ამცირებს. ბლოკი მერვე, ემოციების სოციალურ კონტექსტში. ემოციები კერძო ფენომენი კი არ არის, ისინი სოციალური სივრცეს ნაწილია. ემოციური კომუნიკაცია სამ ფენად შეიძლება დაიყოს. ვერბალური შინაარსი, ანუ სიტყვები, პარავერბალური ინფორმაცია, ანუ ხმა, ტემპი, ინტონაცია და ნონვერბალური სახე სხეულის სივრცე. ამ სამ ფენას სტეკი ქმნის ნებისმიერი შეუსაბამობა მათ შორის ტყუილი ღიმილი ხმაური სიტყვებში და სიმყუდროვის სხეულში ინსტინქტურად ამოიცნობა. ჯონ გოტმანის 3 ათეულ წელზე მეტი კვლევა წყვილებში ემოციური კომუნიკაციის 4 მხედარზე არის აშენებული. კრიტიკა, მდგომარეობა, დაცვა და ქვა კედელი. გვიჩვენებს რომ კომუნიკაციის ემოციური ხარისხი ის კი არ არის კონფლიქტის სიხშირე. რომ კომუნიკაციის ემოციური ხარისხი კი არაა კონფლიქტის სიხშირე, განსაზღვრავს ურთიერთობის სიჯანსაღეს. ემოციური შრომა, ემოციის გამოხატვის მენეჯმენტი, პროფესიონალური მოლოდინების შესაბამისად, განსაკუთრებულ თვირთს ახდენს
სერვის ინდუსტრიის სწავლების სამედიცინო სფეროების წარმოადგენლებზე, ანუ ღრმა მოქმედება, ემოციის ნამდვილი განცდის ეფექტი, რომელიც გარეგნულ გამოხატვასაც ბადებს. ზედაპირული მოქმედების ალტერნატივა ნაკლები ემოციური, ესე იგი, ამოწურვის ფასად. მე-7. кейსი ემოციური რუკა მიზანი სოციალური კონტექსტის ემოციური პეიზაჟის გაცნობა ვარჯიში დახალისთან ჩაიწერეთ ემოციური რუკა ინდივიდების ადგილების ან ტიპური სიტუაციების ჩამონათვალი რომლებიც თქვენ ცხოვრებაში არსებობს ყოველ ელემენტთან მიწერეთ ემოცია ერთი ან ორი სიტყვა და ინტენსივობა 1-დან 5-მდე და კითხვები სად არის ემოციური ენერგიის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია პლუსი ან მინუსი თქვენში რომელ ელემენტები გამოდგება ემოციური რეგულაციის ბუფერად ვინ ან რა ყველაზე სწრაფად ზრდის პოზიტიურ ვალენტობის ემოციებს და ეს ვარჯიში გამოიყენება ACT-ის ღირებულებების კლასიფიკაციის ტექნიკისა და ადაპტირებული ინტერვენციის პრიორიტეტებს და მეცხრე ბლოკი დასკვნა ემოცია ბიოლოგია და პასუხისმგებლობა ემოციები ბიოლოგიური სიგნალების სისტემაა კოგნიტიური კონსტრუქცია სოციალური კომუნიკაციის ინსტრუმენტია და ეს სამი ასპექტი ერთდროულად ურთიერთგამდიდრებულად არსებობს ნეირომეცნიერება ფსიქოლოგიის სხვადასხვა სკოლა და ანთროპოლოგია ამ ფენომენის სხვადასხვა სიბრტყეს ახსნიდა და ეს ქმნის ემოციების სიმდიდრესა და სიღრმის ასახვა. პრაქტიკული გაგებით ემოციების ცოდნა ორ ძირეულ კომპეტენციად ითარგმნება: ამოცნობა, რა ხდება ჩემში და სად და რეაგირება, რა ვარიანტები მაქვს, როგორ შემიძლია ვიყო ამ სიტუაციაში, რა ემოციით. ეს ორი კომპეტენცია განვითარდება ყოველი ვარჯიში, ყოველი ჩანაწერი, ყოველი სტუმართან ყოფნის წამი ემოციური ინტელექტის ინფრასტრუქტურას ამყარებს ლექციის ძირითადი პუნქტები. ემოციები თქვენი სხეულის ინტეგრირებული სიგნალური სისტემაა, ევოლუციური ადაპტაციის ნაწარმოები. სხვადასხვა თეორია, ბაზისური კონსტრუქტივისტული ავსებს ერთმანეთს და კი არ გამორიცხავს ერთმანეთს. ემოციის რეგულაცია ეფექტურია, როდესაც ემყარება ამოცნობას და კი არა ჩახჩობას. ემოციური ლექსის სიმდიდრე, გრანულობა პირდაპირ უკავშირდება ემოციური ჯანმრთელობის ინდიკატორებს და ემოციური სოციალური ემოციების სოციალური ფენომენია ინტერპერსონალურ სივრცეში ყალიბდება და ვლინდება. ამაზე ჩვენი ლექცია ემოციებზე მთავრდება. მადლობა ვინც იყავით აქ. წავედი რომ მეც გადავხარშო ის რაც დღეს შევისწავლე და წავიკითხე.